საღამო მშვიდობისა მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, თუმცა ახლა ახალი წელი არ დგება, მაგრამ მაინც ასე ზეიმობენ. მოდი მოგილოცავთ, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. მაგრამ მე შემხვდა ასეთი ძალიან უცნაური პოსტი, რომელზეც უბრალოდ ისე ვერ ჩავატარებ და ამიტომ მინდა თქვენთან ერთად ვისაუბრო ამ საკითხზე. ესე იგი, რა დაემართათ ქალებს, ვინც ათონის მთის მიწაზე ფეხი დაადგეს და ვინც გაბედა რომ იქ შესულიყო. რაღაცები დაემართათ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, გამოაძევეს იქიდან. ან ძალიან მაგარი რაღაც დაემართათ, გამოაძევეს იქიდან. და მე მინდა ახლა წავიკითხო თუ რატომ ჩემო კარგებო იკრძალება ათონის მთაზე ქალების შესვლა. მოდი ჯერ გავიგოთ რატომ აქ ქალბატონებს ასვლის უფლება აკრძალული. ქალებისთვის ათონის მთაზე შესვლის აკრძალვას, რომელიც ავატოსის სახელითაა ცნობილი, ფესვები უძველეს ლეგენდაში იღებს. მისი თანახმად კვიპროსში მოგზაურობისას ღვთისმშობელი იძულებული გახდა ცუდი ამინდის გამო ათონის მთაზე და თავშესაფარი ეპოვა. ლანდშაფტის სილამაზით მოხიბლულმა ღმერთს სთხოვა, რომ ეს მისთვის მიეცა. მას შემდეგ ათონის ღვთისმშობლის ბაღად ითვლება და სხვა ქალს მასში შესვლის უფლება არ აქვსო. გესმით ხალხო, აქ რა ხდება? ანუ ღვთისმშობელმა ითხოვა, რომ ღმერთს ეს მისთვის მიეცა და ამას დაეპატრონენ მტაცებელი მამები, რომლებიც თავის თავს წმინდანებს უწოდებენ. აი ხა როგორ არ უნდა განისხდი აი ამ დედის ერთი ადგილიდან გამომძვრალ მატუტუც მატრაბაზ ადამიანებზე, რომლებიც თავის თავს იმდენად პატიოსნად თვლიან, რომ ღვთისმშობლის ნათხოვ მიწაზე ხო ქალს უკრძალავენ შესვლას, ფეხის დადგმას და თვითონ იქ რეებს აკეთებენ ღმერთმა იცის რა. აი უბრალოდ მინდა თქვენს ტვინში ჩავიხედოთ, თქვენ დეგენერატო ხალხო რა, ვინც ამას აღიარებთ, რომ ვიღაცა დეგენერატ კაცებს, რომელმაც კაბა ჩაიცვა და დებილია, რომ ის ვერ გააკეთა, რომ ერში იცხოვრა, პირდაპირ მნიშვნელობით, აი უბრალოდ გეუბნებით, რომ ეს ადამიანები არ არიან ადამიანები, რომლებიც ქალს უკრძალავენ იმ ადგილზე ფეხის დადგმას, დედა მიწის, კიდე გავიმეორებ, რომელიმე მონაკვეთზე ქალს უკრძალავენ ფეხის დადგმას და თვითონ იქ დაეხეტებიან ეს უსინდისო ხალხი, ბიჭო, ვინ არიან ესენი რა. ამათ უზრდელობას და ამათ არ ვიცი ამ პატავნებას რომ ხომ აღარ აქვს საზღვარი რა. არ გეგონოთ რომ პირველად გავიგე ათონის მთაზე რომ ფეხის დადგმა არ შეიძლება, მაგრამ ამის ისტორია არ ვიცოდი, რატო არ შეიძლება და აგერ მოგვითხრეს რომ ღვთისმშობელი იყო იქ და ღვთისმშობელმა თავისთვის ითხოვა, ღვთისმშობელი ქალი იყო, გესმის? და ამ ტუტუცებმა ადგნენ და ქალებს აუკრძალეს იქ ფეხის დადგმა ლამაზი ლანდშაფტის გამო და თვითონ მიითვისეს, ბიჭო, რამხელა დეგენერატიზმში ვცხოვრობ, თქვენ აზზე ხართ და თქვენ უწოდებთ ამას წმინდა მამებს? წმინდა კი არა, ბელენჩვერი, ტუტუცი, ამპარტავანი, მატრაბაზი მამები კი არა და ვიღაცა საწყალი ადამიანები არიან, რომელსაც ერთში ცხოვრებაც კი არ შეუძლიათ. ბიჭო, ვინ არიან ესენი? და ვინც კიდე ამას აღიარებს, წმინდა მამები და ათონის მთაზე წავიდნენ და ათონის მთიდან ქვა ჩამომიტანეს. წადით თქვენი, არ ვიცი რა, ღმერთმა მოგცეთ გონება და გაგანათლოთ რა. რეებს აკეთებთ, ბიჭო, რა უსინდისობას აკეთებთ. ამ დედამიწაზე ვინ მოგცათ უფლება, რომ რამე მიისაკუთროს ღვთისმშობლის სახელით? ვინმე მოგცათ ამის უფლება? ვინ ახართ თქვენ დეგენერატების გამოვარდნილებო თქვენ? ვინ ხართ, ბიჭო, ვინ? და ეხლა ამას მოყვება კიდე დიდი კრიტიკა, რომ როგორ აკრიტიკებ წმინდა მამა, წმინდა არა, ქალს ვინც რამეს უკრძალავს, რომ ფეხი დაადგას, მიწის რომელიმე მონაკვეთზე, ის წმინდა კი არა, მიწაში ჩასაჭობია რა, რომ იცოდეთ რა. დასამარხია ის, დასამარებელია ის ადამიანი, ვინც ქალს მიწის რომელიმე ნაკვეთზე ფეხის დადგმის უფლებას აუკრძალავს. ყველანი დედის საშოდან ხართ გამომძვრალი, ბიჭო, დედის არ მეთქმევინოთ ეხლა ის სიტყვა, თორე ეგრევე გულში გეტაკებათ რა. დედის ერთი ადგილიდან გამომძვრალებო. არ გამომძვრალიყავით მაშინ იქიდან და ნურც თქვენი არ ვიცი რა გითხრათ რა. და კიდე აგერ ზურაბ მანჯგალაძე წერსო საეკლესიო კრებაზეო, დადგა საკითხი
ეღიარებინათ თუ არა ადამიანებად ქალებიო რა. და ბოლოს მაინც ღვთისმშობლის გამო აღიარესო. არ ვიცი ახლა სიმართლეს შეეფერება თუ არა, მაგრამ მაგარი სიდებილეში ცხოვრობ, ხალხო, აზე მოდით რა. აზე მოდით რა, რა სიწმინდეებზე გაქვთ ხალხო ლაპარაკი და რა წმინდა მამობაზე გაქვთ ლაპარაკი. დებილები ხართ თავიდან ბოლომდე, დეგენერატები ხართ, ვინც ამას აღიარებთ რა. და ვინც ამას ვერ იგებს, რომ რა სიდებილესთან გვაქვს საქმე ხალხო. რა მამები, რის მამები ხმად შაიგდეთ, ბიჭო, ქრისტემ გითხრათ, რომ მამა მხოლოდ ერთია ზეცად. და წმინდა მამები დაირქვეს ამ ტუტუცმა ხალხმა, მამათმა, ფუფ. წადით თქვენი რა, წადით შილო რა მინდოდა ამ დედამიწაზე, რომ ჩამოვდით რა დებილის და დეგენერატიზმში ჩავარდნილა ეს დედამიწა, აი ატანა აღარ შეიძლება იყოს ამის რა. ამის ატანა არ შეიძლება იყოს დედის მუტლიდან გამომძვრალების რა. ფუფ თქვენი დედავატირე მართლა, ვინც თქვენ ბიჭო, ვინც თქვენ წმინდას გიწოდებთ, რომელიც ქალს უკრძალოთ დედამიწაზე ფეხის დადგომას, დედამიწის რომელიმე მონაკოზე სულ ერთია და თქვენ რა რითი დაიმსახურეთ, რა ჩემი ფეხებით დაიმსახურეთ, ეგ რომ დედამიწის რომელიმე მონაკოზე, სადაც ღვთისმშობელმა ითხოვა თავისთვის ამ ლამაზი ლანდშაფტის გამო, თქვენ მიისაკუთროთ კაცებმა. ფუ თქვენი ერთ ადგილ ჩამოკიდებული უნაროიანი ხალხი ეს და წმინდას უწოდებს ეს ხალხი თავის თავს, ვისაც ღმერთმა მიანიჭა ფალოსი და იმას ვერ იყენებს რა. ვერ იყენებს ერში ხალხო და ამიტომ გადის ის სხვაგან. ვითომ ქრისტეს მიუძღვნის თავს, რა ქრისტეს მიუძღვნის, სად გითხრა ქრისტე მომიძღვენი შენი თავიო. თუ არ შეგიძლია ერში ცხოვრება, მაშინ გადი ბერათო. და თუ შეგიძლია იცხოვრე ერშიო, გითხრა ქრისტემ გარკვევით. და თუ ეს ფალოსი არ კიდია ერთ ადგილზე, უქმად ხო? მაშინ იცხოვრე ერში, როგორც ქრისტე გარიგებს რა. ვის უძღვნი თავს? მამონას და მერე კიდე ქალს უკრძალავ აქ ასვლას? წადი შენი დედავატირე ვიღაცა ხარ, ლენჩი ხარ ვიღაცა ხარ რა. თითოეულ თქვენგას გეუბნებით რა, ვინც თავის თავს წმინდას უწოდებს და იმ მამებს, რომელიც გათონის თაზე არიან, წმინდას უწოდებს. მარტო ამის გამო არის დედამიწა დასამხობი რა.